მოგესალმებით, შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ უნდა შევავსოთ და გადავაგზავნოთ ნულოვანი დეკლარაციები. თუ იურიდიული პირი არ არის DGG-ს გადამხდილი და არ ახორციელებს მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკურ საქმიანობას, მას შეუძლია მონიშნოს სტატუსი უმოქმედო და აღარ ექნება ყოველთვიურად ნულოვანი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. ამისათვის შევდივართ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. მარცხენა მხარეს არის საინფორმაციო ბარათი. შეუძლია აირჩიოს სტატუსი უმოქმედო და შენახვა. მაგრამ თუ პირი არის DGG-ს გადამხდელი, არ აქვს მნიშვნელობა ის მიმდინარე ეტაპზე ეწევა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას. ვალდებულია ყოველთვიურად წარადგინოს ნულოვანი დეკლარაციები. დეკლარაციების არ წარდგენა გამოიწვევს სავარაუდო დარიცხვას 800-დან 1500 ლარის ოდენობით. ახლა გაჩვენებთ ტექნიკურად თუ როგორ ხდება ნულოვანი დეკლარაციების შევსება და გადაგზავნა. ამისათვის შევდივართ დეკლარაციებში. მარცხენა მხარეს ვირჩევთ ყოველთვიურს, DGG და ახალი დეკლარაცია. საანგარიშო პერიოდში არ გვქონდა არც რეალიზაცია და არც შესყიდვები, ამიტომ არ ვავსებთ არც ერთ გვერდს, პირდაპირ გადავდივართ მე-16 გვერდზე, შემდეგი და გადაგზავნა. ახლა გაჩვენებთ თუ როგორ ხდება საშემოსავლო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. ასევე მარცხენა მხარეს ვირჩევთ საშემოსავლო გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადს. ახალი დეკლარაცია. საანგარიშო აქ პირველ გვერდზე ვავსებთ ეკონომიკური საქმიანობის კოდს, რაც ავტომატურად ჩაიწერება, რადგან უკვე მითითებული გვაქვს საინფორმაციო ბარათში და დამატება. რადგან საანგარიშო პერიოდში არ გვქონდა არც არანაირი განაცემი და არც ინდმეწარმეებად რეგისტრირებული პირებისგან მიგვიღია მომსახურება, შესაბამისად არ ვავსებთ არც მეორე და არც მეოთხე გვერდებს. პირდაპირ გადავდივართ მე-5 გვერდზე. ბოლო 3 უჯრაში 67, 62 და 79 უჯრებში ვწერთ ნულებს, შემდეგი და გადაგზავნა. ახლა გაჩვენებთ თუ როგორ ხდება მოგების ნულოვანი დეკლარაციის გადაგზავნა. შევდივართ მოგების გადასახადში, ახალი დეკლარაცია. პირველ გვერდზე ისევ ვავსებთ ეკონომიკური საქმიანობის კოდს და დამატება. მეორე გვერდზე არის ქვემოთ სესხების და კაპიტალის აღრიცხვა, რაც სავალდებულოა რომ შევავსოთ. გამომდინარე იქიდან, რომ პირი ახალ დარეგისტრირებულია, არ დაუწყია მას ფაქტობრივად ეკონომიკური საქმიანობა, არ აქვს არც გაცემული ან მიღებული სესხი ან საწარმოს კაპიტალი და მას შესაძლოა თუ არ აქვს ნომერი 3 დანართის სვეტებით მოთხოვილი ინფორმაცია, პირდაპირ ვაკეთებთ მონიშნას, შემდეგი და გადაგზავნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სახით დეკლარაციის წარდგენა ეხება პირს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ ჯერ არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. არის შემთხვევა, როდესაც კომპანია აქტიურად საქმიანობდა, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას. მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სალაროს ნაშთი, რაც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ბოლო გვერდზე 67 გრაფაში და ასევე შეიძლება ჰქონდეს აქტიურ პერიოდში გაცემული ან მიღებული სესხი ან საწარმოს კაპიტალი და ეს ინფორმაციაც უნდა შევიტანოთ მოგების დეკლარაციის მე-3 დანართის სვეტებში და ისე წარვადგინოთ დეკლარაცია.